ჩვენ დღეს ძალიან დიდი ლუსტრაციის მომსწრენი ვართ, არაერთხელ მithქვია და ეხაც გავიმეორდები. როდესაც ადამიანები, რომლებიც არიან ამოფარებული, ეგრეთ წოდებული ვითომ თავისუფალ ბიზნესს და ამ დროს ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ბინძურ პროცესებში სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დღეს გამოდიან რაღაც თავისუფალი დამოუკიდებელი ბიზნესის, გამჭვირვალე ბიზნესის და ხელისუფლების წინააღმდეგ. აი, ერთ-ერთი ასეთი არის ეს BMG და მისი ხელმძღვანელი ბატონი ისაკაძე, რომელიც როგორც ჩანს, მას გარკვეული ამნეზია აქვს და გონია, რომ ხალხს დაავიწყდა ის, რომ რითი იყო ის დაკავებული ადრე და რითი არის ახლა დაკავებული ბატონი ისაკაძე. 2011-2012 წლებში განხორციელდა ბანკის გაკოტრების სქემა, ეგრეთ წოდებული დანაშაულებრივი მოქმედებები. დღეს ბიზნესის ფაშისტური ბულინგის ორგანიზატორი სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ბიზნესის ტერორის სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ისაკაძეა. ახლა თავისუფალი ბიზნესის დამცველის მორგებული სტატუსით ისაკაძემ წლების წინ ქართულ ბანკის მიზანმიმართულად გაკოტრებისთვის არარსებული დავალიანების არსებობა დაადასტურა. ბანკის გაკოტრების სქემა კი სააკაშვილის მითითებით 2011 წელს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ადეიშვილმა დაგეგმა. კლიენტის წარმომადგენელი და თავმჯდომარე იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალდებულება და ამ ვალდებულების გამო განხორციელდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რამოდენიმე მილიონის ღირებულების ქონების სახელმწიფო სასარგებლოდ რეალიზაცია და ბანკის იპოთეკის გაუქმება. მას შემდეგ რაც ქართულ ბანკი ნაცმოძრაობის ხელისუფლებისთვის პრობლემად იქცა, მიზანმიმართულად შეცვალეს კანონი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულების გაჩენის შემთხვევაში პირველ რიგში სახელმწიფოს ვალდებულება უნდა გაესტუმრებინათ. ეს პრინციპები კი მაშინ რამდენიმე კომპანიასთან ერთად ძირითადად ქართულ ბანკის კლიენტებზე გავრცელდა. ქართულს გაკოტრებაში მხილებული ისაკაძე ბიზნესზე ზეწოლას დღეს სოციალური პლატფორმებიდან განაგრძობს. ბიზნეს სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ამასთანავე შექმნა ვებგვერდი თავისუფალი ბიზნესი. კომპანიების ვრცელი ჩამონათვალიდან ბევრს კომენტარის გაკეთება არ სურს. ნაწილი კი ისაკაძეზე საუბრისგან თავს იკავებს. ეგ ისტორია მე არ მახსოვს, მაგრამ თუ ესეა, ნუ ალბათ ესე იყო, რა ვიცი, რა ხან იძახით ესე იყო ალბათ. რა და ხა მე ისაკაძე ნამდვილად ვერ გამაბულინგებს ვერაფერში რა. ბიზნესის დაზარალების სურვილი, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს, იმდენად დიდია, რომ უკვე აღარაფერზე რიდებიან. ნაცმოძრაობის მიერ ბიზნესის რეკეტის ჩვეული სქემა კარგად ახსოვთ ქართული ოცნების ლიდერებს, რომელთა თქმით ბიზნესის რეკეტიორობის მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი ცინიზმია. აი ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი კათედრიდან გვესაუბრება მედიიდან, ადამიანი რომელიც საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული, თაღლითურად ამ ყალბი ჩვენებით ვითომ და რაღაც ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს და ადეიშვილს გილაურს ჰქონდათ შექმნილი, აი ნიკა გილაურის სქემით ცდილობდნენ ბანკი ქართულს გაკოტრებას, ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებგვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახს. ეს ერთი რომ რა არის ეს თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან, ის ვებგვერდი სხვათა შორის, რომელიც შექმნეს ჩვეულებრივი დასახვრეტა სია, ბოლშევიკები, რომლის ქვეტექსტი არის მუქარა, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, აი სიას დახედეთ და ამ სიის მიხედვით დავივლით თითოეულ ბიზნესს და თითოეულ ბიზნესს მოგიწყობთ იმ ტერორს, რომელიც მოვაწყეთ ნაციონალური მოძრაობის დროს. ამას ეუბნება ნიკა გილაური, ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ისაკაძე. მოტივები არის დაშინება. ან ბოლშევიზმის იდეა და რაში არის, ეს არის ტერორი და ზუსტად ეს იდეა არის ამას შადებული, რომ დააშინონ ბიზნესი. მაშინ მე ქართულში გახდით იქ მუშაობდი სწორედ და კარგად მახსოვს ეს პერიოდი, როგორ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა რეპრესიული მექანიზმებით ქართულს გაკოტრებას, როგორ
დაჩქარებად მიიღეს კანონშცვლილებები, რომლითაც ბიზნესთან ერთად ნაწილობრივად შეეცადნენ, რომ ყველა ის სესხი ქართულს რო ქონდა გაცემული ფაქტურად არ დაბრუნებულიყო ქართულში. დღესაც ბიზნესზე ზეწოლა სათავეში უდგანან ადამიანები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროიდან, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გილაური. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ბიზნესს არ ეკეტებდნენ, ახლა კი მათ შანტაჟის იარაღად იყენებენ. ეს ხალხი, რომლებიც ბიზნესს აბულინგებდნენ, ატერორებდნენ, დღეს შექმნეს ამათმა პლატფორმა, რომელსაც ქვია Free Business G და ეს Free Business G-ში შესულია კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ არჩევნების ჩატარებას, ხელახალ არჩევნების ჩატარებას, იმ ადამიანების, რომლებმაც კრიმინალი ჩაიდინეს და დამნაშავეები არიან პროკურატურის აზრით, იმათ გამოშვებას და ფაქტობრივად ნაცმოძრაობის რეანიმირებას უწყობენ ეს ხალხი ხელს. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული აი Free Business G-ზე დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებას მიყავს ქვეყანა რუსეთისკენ, თვითონ როგორ ვაჭრობენ რუსეთთან და რა ბრუნვა აქვთ აი ამ ვაჭრობის შედეგად. აგერ არის ეს კომპანიები, რომლებიც ეს არის მხოლოდ ნაწილი ჩამონათვალი, რომლებიც აქ არის თბილღვინო, აქ არის კოკა-კოლა, ეს კომპანიები აი ესე ვაჭრობენ რუსეთთან, შემოსავალით საკმაოდ დიდია და დღეს ესე იგი თვლიან, რომ ქვეყანა მიდის რუსეთისკენ. ესე იგი, შედალოცვილო ფულს შოულობ რუსეთში მილიარდებს, ხო? და მერე აქ გამოდიხარ და ლაპარაკობ, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი. ჩვენ რუბლი არ გვერიცხება, არავინ არ გვეხმარება, არც რუსეთიდან, არანაირი ინტერესი ჩვენ აქ არ ამხრივ არ აგვაქვს, უბრალოდ ვამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგდეს და ჩვენ გვეძახიან ესენი რუსეთის აგენტებს და თვითონ მილიარდებს შოულობენ და ესე იგი გამოდიან მამა აბრამის ბატკნები.